მშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენი რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომლის ფარგლებში დღეს ძალიან საინტერესო кейსზე უნდა ვისაუბროთ, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ და რომელიც ეხება შპს iPhone Georgia's Technolabs იგივე და რომლის მიმართ დადგინდა შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი. Აი რას გულისხმობს ეს კონკრეტული და რა დარღვევები აღმოჩნდა Technolabs საქმიანობაში, სწორედ ამ თემას გავშლით ჩვენს სტუმართან ერთად სანდრო ალაფიშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობს დღეს სტუდიაში. მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. და მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, სწორედ აი ამ შესწავლის პროცესი, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის, ტექნიკურ ნაწილზე ვთქვათ, როგორ მოხდა თქვენთვის მომართა, ვინ მოგმართათ, რის საფუძველზე დაიწყო მოკლედ კონკურენციის სააგენტომ ამ საკითხის შესწავლა. კი ბატონო, საწყის ეტაპზე მომხმარებლის განცხადება შემოვიდა, მომხმარებელ მოგვართა განცხადებით, სადაც გადავოთქვი და სწორედ იმ გარემოებას, რომ მოვაჭრისგან შეიძინა ადაპტერი, ეგრეთ წოდებული დამტენის თავი, ყოფით ენაზე რა ვთქვათ, რომელიც გავდა კომპანია Apple-ის ნაწარმს, თუმცა რეალურად არ აღმოჩნდა ამ კომპანიის ნაწარმი. ამ ეტაპზე სააგენტომ მიიჩნია, რომ განცხადებაში აღწერილი გარემოებები ქმნიდა გონიურულ ეჭვს, რომ დარღვევა შესაძლოა გამოკვეთილი იყოს, სწორედ ამიტომ დაიწყო საქმის შესწავლა და ანუ საბოლოოდ გადაწყვეტილებას გამოვიდა დარღვევის დადასტურების შესახებ. კი ბატონო, ეს პროცესიც რომ გითხრათ, თქვენ შემდეგ უშუალოდ მიმართეთ Technolabs, გამოითხოვეთ ინფორმაცია თუ აი რამდენად იყვნენ თავად თანამშრომლობაში თქვენთან ამ პროცესში და დაახლოებით რა პერიოდი გასტანა აი ამ შესწავლის პროცესმაც? კი ბატონო, რა თქმა უნდა, საქმის შესწავლის ეტაპზე მოვაჭრისგანაც იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია და მომხმარებლისგანაც დაზუსტება მოხდა გარკვეული ინფორმაციის, რათა სააგენტოს სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდა და სრულყოფილად შეესწავლა გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვადას რაც შეეხება, კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდა ამ გადაწყვეტილების გამოტანა და ხო ჯერჯერობით ამ ეტაპზე მხარეებისთვის ჩაბარებული არ არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გადაწყვეტილება და ხო ამ ეტაპზე ველოდები. კი ბატონო, ეს უკვე პროცესის ნაწილია. მოდი თავად დარღვევაზე საუბრნიშნოთ, მე დასაწყისში ვთქვი, რომ ეს არის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. რა კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინეთ, როდესაც უკვე დაიწყო უშუალოდ შესწავლა? კი ბატონო, ორი ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა, ეს იყო მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. პირველ ეტაპზე გადაწყვეტილებაში თანმიმდევრულად რომ გავყვეთ უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი საქმიანობა არის განხილული და რაში გამოიხატებოდა. მოვაჭრის მიერ რეალიზებული საქონელი, ეს ადაპტერი თავისი დიზაინითაც და შეფუთვითაც ძალიან გავს კომპანია Apple-ის ნაწარმს, მინიმალური განსხვავებები არის მხოლოდ მათ შორის და თუ დაკვირვებული თვალი არ შეხედავს ამ საშუალო მომხმარებელი, რომელიც ამ დეტალებს ესე არ კვირდება და არ ეძიება, მით უმეტეს შეძენის ეტაპზე ვერ მიხვდებოდა და ვერ გაარჩევდა, სწორედ ამიტომ მოვაჭრეს ევალებოდა, რომ ამის შესახებ პროაქტიურად, ანუ წინასწარ თავისი ნებით მიეწოდებინა მომხმარებლისთვის ინფორმაცია, რომ ეს არ არის კომპანია Apple-ის ნაწარმი. იმიტომ რომ ეს დასახელება ვიზუალი მათ შორის არის ის გარემოება, რაც მომხმარებელი ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების დროს და ანუ შესაბამისად, როდესაც საქონელი პრაქტიკულად იდენტურია ცნობილი ბრენდის საქონლის, მოვაჭრე ვალდებულია, რომ ამის შესახებ მიუთითოს, რომ ეს არ არის იმ კომპანიის ნაწარმი. ხო, რაც შეეხება სტანდარტს, ან როგორ შეფასდა ამ შემთხვევაში ჩვენთვის სახელმწიფო არის საშუალო მომხმარებლის აღქმა და რაიმე სპეციფიკური დარგის ცოდნა არ ემებს გავსი, როგორ იღებს გადაწყვეტილებას საშუალო მომხმარებელი, ანუ ერთი შეხედვით იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და იქ დეტალებში არ ჩადის და პროდუქცია ესე ვთქვათ სრულად არ შეისწავლის და აქედან გამომდინარე ამ კრიტერიუმის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ გავდა პროდუქტი
კომპანია Apple-ის ნაწარმს და შესაბამისად მოვაჭრე ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, თუმცა არ მიაწოდა ეს პირველ ნაწილში, რაც შეეხება მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას, ამ ნაწილში ეგრეთ წოდებულ საგარანტიო ფურცელზე მოვაჭრეს აქვს მითითებული გრაფა, ბრენდი, მოდელი და ბრენდის დასახელება და იქ მართალია ხელი, თუმცა ჩაწერილი იყო კომპანია Apple, დასახელება Apple, სახელი, რაც სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რადგან Apple არის მომხმარებლისთვის ასოცირდება სწორედ ტექნიკასთან, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ტექნიკის მაღაზიასთან, კონკრეტულ ბრენდთან ასოცირდება და შესაბამისად, როდესაც ერთი მხრივ საქონელი პრაქტიკულად იდენტურია ამ ბრენდის ნაწარმის და მეორე მხრივ ამგვარი ჩანაწერი ხდება, ეს დამატებით გარემოებას ქმნის და ცალკე შეფასების საგანია, რომ ეს არის შეცდომაში შემყვანი საქმიანობა და მომხმარებლის ნებაზე ზეგავლენა, რომელიც არ არის უბრალოდ მარკეტინგული ხერხი, რომ დაინტერესდეს მომხმარებელიან, რაიმის ხავსი, არამედ კონკრეტულად გამიზნულია შეცდომაში შესაძლებელი. კი ბატონო და მოდით თავად გადაწყვეტილებაზეც ვისაუბროთ, დადგინდა ეს დარღვევა, ამ შემთხვევაში რა არის ზომა, ასე ვთქვათ, და რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ? კი ბატონო, ამ პერიოდში გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია და კანონიერ ძალაში შესული არის და ერთი თვის ვადა მიეცა მოვაჭრეს, რომ ერთი მხრივ ან გამოასწოროს ეს სავაჭრო პოლიტიკა და მომხმარებლის უფლება აღადგინოს და მეორე მხრივ კანონმდებლობით არის მინიჭებული მოვაჭრისთვის, რომ ამავე ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რა სიზამს ან გაასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის და ველოდებით ან შესრულებას ერთი მხრივ ან სასამართლოში დავას. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ფულადი რაიმე ტიპის სანქცირება არ არის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული. კი ბატონო, პირველ ეტაპზე მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე არ დგინდება ჯარიმა. ეს არის მეორე მომდევნო ეტაპი, ანუ თუ ეს ერთთვიანი ვადა გავაუშედეგოთ, არც გასაჩივრდება, არც შესრულდება, ამ შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრება, მაქსიმალური არის წინა წლის ბრუნვის 2%, თუმცა იმასაც აღნიშნავ, რომ კანონის მიხედვით გასაჩივრება არ ართმევს სააგენტოს უფლებას, რომ ჯარიმა დააკისროს მოვაჭრეს. კი ბატონო და გასაჩივრების შემთხვევაში რამდენად რჩება ვალდებულება, რომ ამ პერიოდში აი ეს შეასწოროს და მომხმარებელს უტყუარი ინფორმაცია მიეწოდოს? ამ პერიოდში იმის გათვალისწინებით, რომ სანქციის დაკისრება მაინც შეგვიძლია, მოვაჭრე მაინც ვალდებულია, რომ ეს სავაჭრო პოლიტიკა გაითვალისწინოს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს სავაჭრო პოლიტიკის ნაწილი იყო და არ ეხებოდა ერთ კონკრეტულ მომხმარებელს, არამედ ზოგადად შეცდომაში შემყვანი საქმიანობა იყო და აქედან გამომდინარე მაინც უნდა გამოასწოროს. კი ბატონო, ანუ გამოდის, რომ დადგინდა, რომ ამ კონკრეტული კომპანიის შემთხვევაში არ მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა, არამედ ზოგადად მათი საქმიანობით ისინი არ არიან ოფიციალურად ბრენდის წარმომადგენლები, თუმცა აღიქმება როგორც მათი პროდუქცია, როგორც ნამდვილი სწორედ ამ ბრენდის ქვეშ. ხო, რეალურად ესე გამოდის, იმიტომ რომ ყიდიან საქონელს, რომელიც არ არის ერთი მხრივ ბრენდირებული, თუმცა ძალიან გავს ვიზუალურად და არ მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია, რომ ეს არის არ არის უბრალოდ ამ Apple-ის ნაწარმი. შესაბამისად და პლუს ამას აი საგარანტიო ფურცელიც ვახსენე, იქაც მითითებული არის კონკრეტული გრაფა, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ სავაჭრო პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ გრაფაში იწერება გარკვეული მონაცემები, შესაბამისად ეს საბოლოო ჯამში ერთიან სურათში რო ავუქვათ, არის სწორედ სავაჭრო პოლიტიკის ნაწილი და ამის გამოსწორება დაევალა მოვაჭრეს. კი ბატონო და მოდით აი თქვენ ახსენეთ, რომ ორი ნაწილი იყო ამ კონკრეტული კომპანიის შემთხვევაში, რომელიც თქვათ მოქმედებით და უმოქმედობით მოხდა აი ამ დარღვევა მომხმარებლის უფლებების, აი ზოგადად რა ვალდებულება აქვთ მოვაჭრებს, აი ჩვენც მაგალითად მეც, როდესაც რაღაც კონკრეტულ ტექნიკას შევიძენ და ონლაინ ვაჭრობისას ძალიან ბევრი შეთავაზება რომ გავითვალისწინოთ, ანუ რა ვალდებულება აქვთ და რას გულისხმობს აი ეს სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპები, ანუ რა ინფორმაცია უნდა მომაწოდოს მე მოვაჭრემ იმისათვის რომ მივიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ზოგადად კანონი ცალკე მუხლებს გამოყოფს, ეს არის ადგილზე ვაჭრობის შემთხვევაში მეხუთე მუხლი, დისტანციურ ვაჭრობის შემთხვევაში მეათე მუხლი. იქ არის ჩამონათვალი, რას უნდა შეიცავდეს, თუმცა საქონელთან მიმართებით ესე კონკრეტული ამომწურავი ინფორმაცია არ არის, არსებითი ინფორმაცია ასე სახელდება კანონში. არსებითი ინფორმაცია არის ყველაფერი, რაც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ყველაფერი შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის ბრენდის დასახელებას, წარმადობას, ასე შემდეგ. მთავარი, ესე ვთქვათ, მარტივი ფორმულასავით რო ვთქვათ, რაც უფრო მეტი ინფორმაციას მიაწვდის მოვაჭრე მომხმარებელს, მით უფრო დაცული იქნება მომხმარებელი და შესრულდება კანონის მოთხოვნებიც, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი მომხმარებელი ვართ და დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რა ინფორმაცია გვჭირდება მისთვის, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ და რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ და არ იყოს მხოლოდ ემოციებზე დამყარებული ეს ჩვენი გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. და ეს უნდა იყოს ქართულ ენაზე, რაც თავარია. სახელმწიფო ენაზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სავალდებულო, თუმცა შესაძლებელია დამატებით მიეწოდოს არასახელმწიფო ენაზეც ინფორმაცია. კი ბატონო. ანუ ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ აი კონკრეტულად ტექნოლოგიურ თუ სხვა მოვაჭრეებს, რომლებიც არ არიან ოფიციალური წარმომადგენლები, მე კითხავ თუ არა, მათ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მომაწოდონ. კი, კარგი კითხვა ძალიან, ამის თქმა მეც მინდოდა, ანუ სამომხმარებლო სამართლის კუთხით არ იკრძალება ესე რომ ვთქვათ კონტრაფაქციული საქონლის რეალიზებაც, იმიტომ რომ თუ კი მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, რომ ეს არ არის კონკრეტული ბრენდის ნაწარმი, სამომხმარებლო სამართლის კუთხით ეს პრობლემას არ შექმნის. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს პროაქტიულად უნდა განხორციელდეს და მომხმარებელს არ უნდა მოუწიოს დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა, ანუ თვითონ არ უნდა დასვას კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება არც გაუჩნდეს ეს კითხვა, იმდენად ბუნებრივი იყოს და ჩათვალოს რომ ეს ასეა და აქედან გამომდინარე მოვაჭრის წინახედულობაზეა ესე რომ ვთქვათ სრულად პასუხისმგებლობა გადატანილი. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ, ძალიან საინტერესო кейსია და მე მგონი ჩვენი მსმენელი და მაყურებელი აუცილებლად გაითვალისწინებს ამ დეტალებს, რაც უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პროდუქციის შეძენისა. სანდრო ალაფიშვილი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი და ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომლის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.